ეს აუდიო სეტინგები გამოგადგება როგორც OBS-ში, ასევე Zoom-ში, Discord-ზე და შენს Game Chat-შიც. ეს ვიდეო დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენმა მიკროფონმა გამოცეს იმდენად კარგი ხმა, რამდენადაც შეუძლია. მე კი ამისათვის HyperX Solocast-ის მიკროფონს ვიყენებ, დასაწყისისთვის ეს მიკროფონი ძალიან კარგი და საკმარისია, თუ კი თავიდანვე ძალიან ძვირის გადახდა არ გინდათ მიკროფონში. და თუ შემდეგში გადაწყვეტთ მიკროფონის გაუმჯობესებას, მაშინ HyperX Quadcast-ს გირჩევდით, რომელსაც უამრავი იუთუბერი იყენებს მისი ვიბრაციის დახშობის სისტემის გამო. აუცილებელია, რომ თქვენი მიკროფონი ახლოს გქონდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ასე ხმა უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე შორიდან საუბრის დროს და სეტინგებით, რა თქმა უნდა, ასე უკეთესად მუშაობს. კარგი, რაც ახლა გესმით, ეს არის HyperX Solocast-ის ხმა ფილტრების გარეშე. ფილტრების გარეშე ჩანს თითქოს HyperX-ი ფანტავს ხმას და ძალიან თხლად ისმის, თუმცა ამ ყველაფერს ჩვენ გამოვასწორებთ. ასევე თქვენ შეიძლება გესმოდეთ ბუმების ხმა, როდესაც ხელს ვარტყავ მაგიდაზე. ეს იმიტომ, რომ Solocast-ს ვიბრაციისგან დამცავი დამჭერი არ აქვს Quadcast-ისგან განსხვავებით. ამიტომაც ესეც სეტინგებში უნდა გავასწოროთ. სეტინგებიდან შემცირდება ვიბრაციის ხმა, თუმცა თუ სრულიად გაქრობა გინდათ, მაშინ ამისათვის დაგჭირდება სპეციალური დამჭერი. Amazon-დან შეგიძლიათ ასეთი ვიბრაციის ჩამხშობი დევაისის გამოწერა, რომელიც ახლა $14 ღირს, ნებისმიერ მიკროფონზე შეგიძლიათ რომ დააყენოთ. Microphone Shock Mouse ქვია და ძალიან გამოსადეგი რამ არის ვიბრაციის ჩასახშობად და მაგიდაზე დარტყმის ვიბრაცია მიკროფონზე აღარ აისახება ამ შემთხვევაში. ხო და ამ ვიდეოს სპონსორების გარეშე ვიღებ ასე რომ თუ ვინმე გამოჩნდებოდეთ სტუდია არ იქნებოდა. სანამ დავიწყებთ მიკროფონზე ამ ფილტრების გამოყენებას, მანამდე აუცილებელია რომ დავწუნდეთ ორ რაღაცაში. პირველ რიგში მიკროფონ აუქციის სიხშირე აუცილებლად უნდა იყოს -15-ზე გაჩერებული. არ უნდა გარბოდეს წითელ ზოლში, უნდა იყოს ყვითელ ზოლზე. ასე რომ ეს უბრალოდ ჩამოწიეთ -15-ზე. შემდეგი რაც უნდა გაითვალისწინოთ ის არის რომ მიკროფონი ყოველთვის უნდა გედგათ სწორად, სწორ მდგომარეობაში, საიდანაც იწერს ხმას, ზოგი მიკროფონი იწერს ხმას მარჯვნიდან, ზოგი მარცხნიდან. თუმცა ყველა მიკროფონს მხოლოდ შუაში აქვს დაყენებული ხმის ჩამწერი, ასე რომ უნდა მიდიოდეს ხმა პირდაპირ. თუ ჩვენ უბრალოდ გადავწევთ მიკროფონს, მაშინ შესაძლებელია რომ გავარდეს ძალიან მაღლა. მაგრამ თუ სწორად გვექნება, აღარ ისმის ისე. კარგი, ახლა მზად ვართ რომ დავიწყოთ ფილტრების დაყენება. პირველ რიგში, პირველი ფილტრი რაც უნდა დავაყენოთ, ეს არის gain ფილტრი. ეს გააძლიერებს თქვენ ხმას იმ შემთხვევაში, თუ მიკროფონი ვერ ახერხებს ყვითელ ზოლზე ასვლას. gain ფილტრის სიხშირე უნდა დავაყენოთ ზუსტად 7.90-ზე. ასეთ შემთხვევაში თქვენი ხმა უკვე თავისით აიწევს მაღლა. შემდეგი ფილტრი რაც უნდა დავაყენოთ, ეს არის ხმაურის ჩამხშობი, noise suppression. ბევრი ადამიანი აყენებს ჯერ სხვა ფილტრებს და შემდეგ აყენებენ ხმაურის ჩამხშობს. თუმცა ასეთ შემთხვევაში ხმის ჩამხშობი აძლიერებს იმ ყველაფერს, რაც არის აუდიოში. და შემდეგ ცდილობენ ამის ამოღებას, მაგრამ თუ ჩვენ ამას პირველ რიგში დავაყენებთ, შევძლებთ სუფთა ხმის მიღებას სხვა ფილტრებთან ერთად. თოდებში ამოგვიგდებთ აი ასეთ ორ მეთოდს, მაგრამ თუ გიყენიათ NVIDIA-ს ვიდეო ბარათი, მაშინ ეს იქნება საუკეთესო ფილტრი თქვენთვის, იმიტომ რომ NVIDIA-ს ვიდეო ბარათები უკან ფონზე არსებულ ხმაურს სრულიად ახშობს და ისმის მხოლოდ თქვენი ხმა. მაგრამ თუ არ გაქვთ NVIDIA-ს ბარათები, შემოგვიყვებს მხოლოდ ამ ორ მეთოდს და უნდა ავირჩიოთ Speak Slow, რომელიც უნდა დავაყენოთ -10-ზე. და ასე თქვენს ბექგრაუნდზე არსებული ხმაური შესაბამისად ჩაიხშობა. თუ მეტად გინდათ ჩახშობა, შეგიძლიათ აქედანვე აკონტროლოთ ყველაფერი. ასევე აუცილებელია არ დაგავიწყდეთ სეტინგებში თქვენი მიკროფონის სახელის მითითება, იმისათვის რომ სხვა დევაისებიდან ხმის გამეორება არ მოხდეს. უბრალოდ აჭერთ მიკროფონს. შემდეგ სეტინგებში გადადიხართ properties და ჩამოთვლილი დევაისებიდან აირჩევთ თქვენთვის სასურველ დევაისს, საიდანაც გინდათ რომ ხმა ისმოდეს. მე რა თქმა უნდა ახლა არჩეული მაქვს HyperX Solocast-ი. ახლა კი ჩვენ გვინდა 3-band equalizer-ი. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხმის ჟღერადობის შესაცვლელად. სიძლიერე 2.30-ზე. ასე, 2.30-ზე. მედიუმი აუცილებლად უნდა იყოს 4.80-ზე, -4.80-ზე. და low 0.30-ზე.
ეს ფილტრები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ხმა უფრო პოდკასტის ხმას გავდეს. მისი გამორთვის შემდეგ ცოტა ყრუდ ისმის თქვენი ხმა. შემდეგ მნიშვნელოვანი ფილტრები იქნება აუცილებლად კომპრესორი და შემდეგ ექსპანდერი. ეს ფილტრები გააძლიერებენ თქვენ ხმას მაშინაც კი თუ ჩუმად ლაპარაკობთ და ბუსტს მისცემს, რომ უფრო მაღლა ავიდეს თავისით. მაგრამ თუ ყვირი ხართ და ხმა მაღლა საუბრობთ, მაშინ აუდიოს უკან დახევს, რომ ხმის გაფუჭება არ მოხდეს. დავაყენოთ კომპრესორი, ოკეი. რათიოს ვაყენებთ აუცილებლად 3-ზე. thresholds კი -32.40-ზე. აი ასე. attacks ვაყენებთ 1 ms-ზე. release-ი აუცილებლად უნდა იყოს 100 ms-ზე. ანუ 100 მეტრი წამში. გარეხმის გაზრდა კი აუცილებლად უნდა იყოს 5.70-ზე, იმისათვის რომ თქვენი ხმა ხმამაღლა ისმოდეს, მაშინაც კი, როდესაც ჩუმად ლაპარაკობთ. კომპრესორი გვეხმარება იმაში, რომ როდესაც ჩუმად ლაპარაკობთ, ჩვენი ხმა ხმამაღალზე ავიდეს, თუმცა როდესაც უყვირი ვართ, იმისათვის რომ ჩვენი ხმა დაბლად ჩამოვიდეს და ხმის გაფუჭება არ მოხდეს, ამისათვის აუცილებელია დავაყენოთ ექსპანდერის ფილტრი. რათიოს ვაყენებთ აუცილებლად 3-ზე. thresholds -15.20-ზე. ატაკი აქაც უნდა იყოს 1 ms-ი აუცილებლად. release-ი აქაც 100-ზე. output gains კი ამ შემთხვევაში ვტოვებთ 0-ზე. კიდევ ერთი ფილტრი, რომელიც აუცილებლად უნდა დაამატოთ თქვენს ფილტრებს, ეს არის ლიმიტერი, შემზღუდველი, რომელიც თქვენს ხმას ზღუდავს თუ ზედმეტად ხმამაღალზეა. უბრალოდ threshold-ი მიიყვანეთ ბოლომდე, შემდეგ კი დააჭერეთ უკან დაწევის ხილაკს და ჩამოვა -0.10-ზე. ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენი ხმა ავარდება წითელზე, ან შემთხვევით მოგიხდობათ მიკროფონზე ხელი და დავარდება მაგიდაზე, შეიძლება გამოიწვიოს ხმის დამახინჯება, მაგრამ მაყურებელს თქვენი ხმა ყურებს აღარ ატკინს. და დღესისათვის სულ ეს იყო, მეგობრებო, თუ მოგეწონთ ეს ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ. თუ ავა 500 ლაიქზე ეს ვიდეო, მაშინ აუცილებლად გადავიღებ thumbnail-ზე ვიდეოს, თუ როგორ დავამონტაჟოთ ფოტო face მეშვეობით სრულიად მარტივად, თან უფასოდ. ასე რომ დაალაიქეთ, თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარზღილაკი, რომ არ გამოგჩეთ კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები. ასევე შეგიძლიათ გამოვყვეთ Instagram-ზეც და მე კიდევ გნახავთ შემდეგში. აბა ხე. Yes. თქვენი აზრი კი დატოვეთ კომენტარებში.